მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში რეკორდებს ამყარებენ. სწორედ 90 წლის მსოფლიო რეკორდსმენი ქალი უნდა გავიცნოთ ახლა, რომელმაც ვარჯიში 75 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ მძიმე წონებსაც კი არ უშინდება. სვეტლანა კოროლენკო კვირაში 3-ჯერ აქტიურად არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით და ჩემპიონობისთვისაც ემზადება სპორტდარბაზში. ახლა მასთან ერთად იმყოფება ჩვენი მეგობარი სალომე კახეთელიძე, რომელიც დილიდან ვარჯიშობს და ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა სალომესთან. სალომე, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით. ბევრი ფიქრობს, რომ ასაკთან ერთად შეუძლებელია დიდი მიზნების მიღწევა. თუმცა დღევანდელი ჩემი დილა ამის რადიკალურად წინააღმდეგია ამ მოსაზრების, იმიტომ რომ ახლა კადრში ხედავთ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიო რეკორდი არაერთხელ დაამყარეს. ჩემთან ერთად იმყოფება 90 წლის სვეტლანა კოროლენკო. დილამშვიდობისა ქალბატონო. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. და ასევე მისი მწვრთნელი და ამავდროულად საქართველოს ათლეტიზმის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭავჭანიძე. დილამშვიდობისა ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. ქალბატონო სვეტლანა, დავიწყოთ თქვენით 90 წლის ბრძანდებით, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც სპორტით ხართ დაკავებული. როდის ჩაერთეთ ამ დიდ ამბავში? სპორტი დავიწყე 75 წლის. და მინა მეხლავე სულ ვარჯიშობ და ჩემპიონატების დავდივარ, გამოვდივარ. ბატონო, თან ვარჯიშობთ მძიმე წონებით. ეს არ არის თქვენთვის დიდი გამოწვევა? არა, შვენიერად ვარ, იმიტომ მიჩვეული ვარ უკვე. როცა მოვედი პირველად ძალიან სუსტი ვიყავი. არაფერი ვერ შემიძლებოდა, იმიტომ რომ ხედავდი ძიმებ წონებს, აწონებენ მეთქი რა ისადიან. ჯამთველები ადამიანები არიან. მეც უნდა ვიყო ჯამთველი ადამიანი და დავიწყე ნელა-ნელა, მერე უკვე დავიწყე ძიმე წონები 60, 70, 80 წავწიე. მე უნდა ვუთხრა ასევე ჩვენს ტელემაყურებელსაც, რომ ქალბატონმა სვეტლანამ დაამყარა რეკორდი ეგრეთ წოდებულ ამოწევაში და მან 80 წლის ასაკში 90 კილო აწია და ეს ყველაფერი ასე არ იქნებოდა, რომ არა მისი მწვრთნელი ბატონი ზურაბი. ბატონო ზურაბ, ახლა მითხარით, რამდენად დამჯერი მოსწავლეა ქალბატონი სვეტლანა? ქალბატონი სვეტლანა დამჯერი რა გითხრათ, მაგრამ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი არის. მაინც თავისებურად გადაწყვეტილი რაღაცას და იმას მე კარგად აკეთებს. როგორ მოვიდა თქვენამდე? ჩვენამდე ძალიან ადვილად, ჩვენ გვერდზე მუშაობდა უახლოეს კარებში და პენსიაში რო გაუშვეს, მოვიდა დაგვემშვიდობა დიდი ამბით და აბო, ეხლა მე პენსიაში მივდივარ, ვერ ვივლი, უი და უთხრათ, რას ქვია, კაცო, უნდა ჩვენთან იარო სპორტზე, აკეთ, იქით. წავიდა ისე რა და მეორე დღეს მოვიდა ჯანთებით იმით და მას მე დავყის. რა იყო პირველი სირთულე, რომელსაც წააწყდით, როდესაც აი ამ დარბაზში მოხვედით? არაფერი არ მეძნელდა. შვენიერად მოვედი და დავიწყე. კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობთ? 3-ჯერ, 2 შაბათს, 4 შაბათ პარასკევს. ბატონო, რამდენ საათს უთმობთ? 2 საათი, მეტი არა. მინდა რომ ყველა ივარჯიშონ, ჯამთველები იქნებიან ცხოვრებაში, ძნელი არაფერი არ იქნება. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? ახლა თუ აპირებთ კიდე ასპარეზობას შემდეგ ტურნირებზე? შემდეგ ტურნირებში უკვე ვამზადებ ნელა-ნელა, რომ კარგად გამოვიდე. უახლოესი შეჯიბრი არის მაისში. ჩემი სახელობის ტურნირი არის. და იქ ერთად ვასპარეზობთ მე და ქალბატონი სვეტლანა. თქვენ რას ურჩევდით თქვენი ასაკის ადამიანებს? ჩემი ასაკის ადამიანებს ურჩევდი, რომ ეხლა ჩემი ასაკი უკვე, თუმცა ამანა მაგ დროს დაიწყო. ეხლა მაინც დაიწყონ ვარჯიში. თუ აქამდე არა ხო? აქამდე თუ არა აქ დაწყებული და უკეთ იგრძნობენ თავს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ამ ხელო მოტივაციისთვის, დიდი სტიმულისთვის და აქტიურად დილის დაწყებისთვის. ჩვენ დროებით გემშვიდობებით. მომდევნო საათში მე მინდა ვცადო ერთი რამდენ კილოს და ქალბატონო სვეტლანა და რამდენად რთული არის თუ არა და მე შევძლებთ თუ არა გავუმკლავდი ამ ყველაფერს. შესაძლებელია. ცადეთ ყველაზე უფრო თქვენთვის ეგ იქნება მოსახერხებელი.
მოკლედ დროებით გემშვიდობებით, შემდეგ ჩართვაში უკვე ვარჯიშებით გიბრუნდებით.